მოქმედები MMA-ში საფრთხე არა მე აჩოს UFC-ში UFC-ში ძალიან შორეული პერსპექტივა ჩანს ეხა მაგრამ როცა მოხდება ამ დღეს გაგახსენე შავი კამარი ყავისფერი კამარის წინააღმდეგ კილერი შემოიყვანა ლეგიონმა იდრისი ძალიან სერიოზული პერზოლი არის წელს UFC-ს ოქრო მოიგო რაც საკმაოდ მაღალი დონე არის რა კარგი ჭიდაობა ძალიან სერიოზული ფასინგი აქვს აი ნახოთ ახლა რას დაუპირისპირებს ხოცანიანი როგორც ხედავთ ლეგლოკერი არის მაგრამ იდრისი მარტივად ალამაზად გაცდა დაიღებს ზურგს ხელის დატყვევებასაც ახერხებდა თითქოს მაგრამ გამოაძვირა მარცხენა ხელი ხოცანიანი ალბათ დაასრულებს ძალიან მალე იდრისი ყველაფერს სამკუთხედი ჩაკეტილი აქვს ეს კაცი არის ცხელი დანა კარაქის წინააღმდეგ გარც გაცდა, შემდეგ საკმაოდ სწრაფად მოახერხა ზურგის აღება, კისრის აღება. საინტერესოა საერთოდ შეიძლება თუ არა ხოცანიანი ამ ზურგის კონტროლიდან გამოსვლას. ესე დონის ადამიანთან როცა გაქვს საქმე ძალიან მაღალი დონის მებრძოლებს ნახულობთ ყოველ კვირას, ყოველ შაბათს, მაგრამ ყოველ კვირა თითქმის გამა გრეპლინგზე და ყოველთვე ეხა მოგვიწია ისე რომ საბედნიეროდ ორი ივენთი ქონდა Z გრეპლინგის გას უკვირას ვიხილეთ აბსოლუტური სინემა Black Eagle-სა და კოზანოსტრას შორის კაპიტნების დაპირისპირებაც იყო სრული სიგიჟე ხვალ კვირას დაიდება და ეხა თქვენ ამას თუ ლაივში უსმენთ ხვალ კვირას დაიდება 22 თებერვალს დაიდება ის ჩანაწერი და აუცილებლად გირჩევთ რომ ნახოთ ლეგიონის ყოფილი მეტოქე კოზანოსტრასი და Black Eagle-ის რუსთავის ამიკო სიმონიშვილის გუნდის დაპირისპირება. თუმცა გამაევსი ტივიზე შეგიძლიათ ნახოთ. ოდიში გიორგი ერთმანეთს აკონტროლებს იდრისი და ეძებს კისერს არ ჩქარობს, იმიტომ რომ დრო ბევრი აქვს და რეალურად დაცვის კუთხით გარდა გადარჩენისა ვერაფერს ვერ უპირისპირებს ხოცანიანი, ანუ ვერ ახერხებს რომ გამოვიდეს, ბუნებრივად კარგად იცავს კისერს ჯერჯერობით რადგან კიდევ აქ არის და ეგეც დიდი მიღწევა, თუმცა გამოსვლით ვერ ახერხებს, გამოსვლას ფეხების გახსნას, მოძრაობას სრულად გათიშული ყავს ესე ვთქვათ მაკუთხით ომაროვს ხოცანიანი სა საკმაოდ საინტერესოა ეს იმიტომ რომ თუ უპირატესობაც ზურგისა იყო ხო ზურგს აიღებს სავარაუდოდ ომარავი როდესაც დამატებით დროს გავსებთ რომელიც ნახევარიც გავიდა მაგ შემთხვევაშიც აი ეს პოზიცია იქნება და ესე შეერკინება ხოცანიანი რეანეკი ჩოუქს ესე დაიცავს ხოცანიანი რეანეკი ჩოუქს და საკმაოდ კარგად გამოსდის ჯერჯერობით ეს კისრის ქვეშ არ უშვებს და დამერწმუნეთ არ არის არ დადული რომ გადარჩე კარგი ფინიშერია ზურგიდან ომაროვი გადაათრია მეორე მხარეს გადაიყვანა ეხლა აქვს შანსი ხოცანიანს რომ გამოვიდეს უწევს ომაროვს ცვლილების გაკეთება მაუნტში გადასვლაზე ცდილობს ხა ეგრეთ წოდებული 3/4 მაუნტი აქვს სამეოთხე მაუნტი ხა შეიყვანა სინგლ ექსპოზიციაში ხოცანიანმა აიღო ფეხი საკმაოდ ღრმად არის ღრმად აქვს აღებული და ჰუგზე წავა სავარაუდოდ ჰუგზე წავა დაატრიალა ომაროვი და შეიძლება დაასამბითოს კი არა გამოძრა კარგად დაიცვა ხა ომაროვმა აი ხელი ჩატოვა კარგად ომაროვმა სავარაუდოდ გაახსნევნებს ფეხებს გარდში ხოცანიანის დახურულ გარდშია ეხა ომაროვისთვის აქ ეხა ორივე თუ გავარდა იქნება ძალიან კარგი იმიტომ რომ 5 ნახევარი დარჩა ოგანის მე გეტყვი დარჩება კიდევ ერთი მებრძოლი ასე ვთქვათ ხო
ხომ ერთადერთი შანსი არის აქ გამარჯვება ლოქინჩოუკისთვის. საკმაოდ დაღლილი ჩანს ომაროვი. თუ არა, ხო არ მეშლება თემა. საკმაოდ რა. არა, ნუ რა თქმა უნდა ხეს ვთქვავს, მაგრამ ხო, ნუ რეალურად ალბათ ხა უფრო ხურდება ვიდრე. მაგრამ ძალიან კარგად მიყავს ბრძოლა. ასევე ხოცანიანს სერიოზული მოჭიდავი არის. კი. კარგი ბიჭია ნამდვილად ფეხების გაცდენა უკვე უჭირს ახლა. ომაროვს ნახოთ. გარდფესი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი სანახაობა ომაროვის შემთხვევაში და ნახე როგორ ჩაუტოვა ფეხი ახლა. ხოცანიანმა დაიცვა თავი საკმაოდ კარგად მარცხენა ფეხით. ხოცანიანს დაიღალა საკმაოდ. ნათი წამ და ომაროვი მიიღებს უპირატეს პოზიციას. ძირითად დროში გამარჯვებული არ ყავს და დავალოთ საჯებს ვის მისცემენ გადაწყვეტილებას. საჯების აზრით ლეფტოჯი უკეთესი იყო იდრის ომაროვი და დაიწყებს ზურგიდან ახლა შეტევას. ზურგს იღებს ომაროვი, როგორც ვივარაუდეთ, იქიდან გამომდინარე ოპერატიულობა ჰქონდა მას ძირითად დროში და აბა წავოდით. ხო, ნახოთ თუ დააფინიშებს ომაროვი. ეს ნანახი გვაქვს ძირითად დროშიც. არა, ნახოთ ამჟამად ეს რასაც ხედავთ ხა ეკრანზე. ეს პოზიცია. თუმცა უფრო დიდი ხანი გადარჩა პირველად ხოცანიანი ვიდრე დამატებითი დროა, ხო? წუთ ნახევარზე მეტხანს ჰქონდა ზურგი აღებული, კი, მართალია. და მადლობა ღმერთს რომ იმ ჰილჰუკმა არ გადააწონინა ერთმა ჰილჰუკმა ამ ხელა შეტევები ზურგიდან. შეტანა სტილობს ახლა ხელის ნიკაპს ქვეშ შეტანა სტილობს, მაგრამ კარგად იცავს თავს ხოცანიანი 40 წამი. ძირითადი დროის გასწრება დამატებით დროის დასრულებამდე. შეგახსენეთ რომ ჩვენ ლეო ბუაჩიძის და დავით სტოუნერ ბადურაშვილის დაპირისპირებაც გველოდება ამის შემდეგ რა ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, გუნდური ეტაპის დასრულების შემდეგ მუშტი კრივის მებრძოლი და ასევე სავარაუდოდ მომავალში MMA-ის მებრძოლი ბადურაშვილი გრეპლერი ლეო ბუაჩიძის წინააღმდეგ. ფურცაზე მაგარი მის მეჩია, მაგრამ ბადურას დადგმული შეუველი გვახსოვს მის მეჩებში. დასრულდა შეხვედრა, სადაც გამარჯვებული არ გყავს. ამ ძალიან მაღალი დონის შეხვედრაში ორივე მებრძოლი